რას ჭამთ სინამდვილეში? ის რომ ქართულია შეიძლება ყველა შემთხვევაში არ ნიშნავდეს იმას, რომ ეს პროდუქტი არის ჯანსაღი და უნებელი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. გზადაგზა მწიფდება? პირველი რგოლი ეს არის ფერმა. ეს არ კონტროლდება სრულყოფილად. ბაზარი თუ მაღაზია? აი, თქვენ თვითონ როგორ ყიდულობთ? ბატონო, ვცდილობ რომ არ მივიღო ისეთი პროდუქტი, რომელსაც აქვს შემადგენლობაში ქათმის მექანიკურად განცალკევებული ხორცი. ბაზარზე არსებობს ვირის და ცხენის ხორცი, რომელიც შესაძლოა მოხვდეს ჩვენს ოჯახში. სოფლის პროდუქტი ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ის არის ჯანსაღი პროდუქტი. ნერვიულობ ახლა სტაფილოს ნიტრატებზე. რას ნიშნავს ეს თეთრი ხაზები? ძალიან ბევრი რისკი არსებობს, რომ ეს ღია პური დაბინძურდეს. ესვი როგორ მომხარშონ, ესვი. კიდე კარგად ვართ, რა ვიცით, რა ვჭამთ. პირველ რიგში, რასაც ყველას ურჩევთ, ხილეულის შემთხვევაში წარმოქმნილი ობი არის ზუსტად ის ობის სოკო, რომელიც გამოიმუშავებს ყველასთვის უკვე ძალიან კარგად ნაცნობ აფლატოქსინს. ესე იგი, მინიმუმ ერთი უმაღლესი განათლება ქიმიის ან ბიოლოგიის დარგში გჭირდება, რომ ადამიანი მიხვდე რა სჭამდა, რა მავნებლობას ახდენს ეს საკვები შენს. გამარჯობა, მე გვანცად არასელია ვარ და თქვენ უყურებთ ჩემს პოდკასტს. დღეს მინდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ვჭამთ. აი თქვენ, იცით რა სჭამთ? ანუ იცით თუ არა, საიდან და რა გზით ხდება პროდუქტი, ხილი, ბოსტნეული რძის ნაწარმი თქვენს მაცივარში. მაგალითად, რა შემოწმებას გადის იმპორტირებული პროდუქტი, რომელიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში სხვა ქვეყნებიდან. მაგალითად, როგორ არის მოყვანილი კარტოფილი თუ ვაშლი, რომელსაც თქვენ და მეც ყოველდღიურად მივირთმევთ. დღეს შევეცდებით გავცეთ ამ კითხვას პასუხი, რას ვჭამთ სინამდვილეში და რამდენად დგას საფრთხეები ამ პროდუქტის და ჩვენი ყოველდღიური საკვების მიღმა. მართლაც აქვს თუ არა კავშირი სხვადასხვა დაავადებების მატებასთან, მათ შორის ონკოლოგიური დაავადებების მატებასთან, კვებას. გამოიწერე ჩვენი არხი, დაგვიტოვე შეტყობინებები და მოგწერე რა თემაზე ისურვებდი შემდეგ ეპიზოდს. დღეს ჩემი პოდკასტის სტუმარი გახლავთ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული, ვისთან ერთადაც შევეცდებით ყველა ამ კითხვას გავცეთ პასუხი. მოგესალმებით ირაკლი. დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ და დავიწყოთ პირდაპირ ესეთი პრაქტიკული დიასახლისის კითხვით. როცა შევდივარ პროდუქტის საყიდლად, ხილის ან ბოსტნეულის ასარჩევად, რაღაც ეს კითხვას ვსვამ, გონია რომ ამ კითხვით ყველაფერს გავარკვევ. სადაურია ეს პამიდორი? და რომ მეტყვიან რომ ქართულია, აი თელავიდან არის, ჩვენია. რაღაცნაირად მაინც თავდაჯერებული ვალაგებ ამ პროდუქტს და მოვდივარ, მაგრამ თან გზაში ვფიქრობ. ნეტა როგორ მოიყვანეს ეს პროდუქტი, რა ნიადაგში გაიზარდა, შემდეგ როგორ დაასაწყობეს, როგორ მოხდა მისი ტრანსპორტირება და ასე შემდეგ. მაინც არ მაქვს გაცემული ჩემს კითხვებზე პასუხი. აი რამდენად არის მომხმარებლისთვის აი ის რომ თქვათ ქართულია, დამაკმაყოფილებელი პასუხი რომ კარგია. მადლობა პირველ რიგში ამ თემის დაინტერესებისთვის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად სურსათი და სურსათის უვნებლობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ადამიანის ჯანმრთელობა 80% შედგენილია იმით, რა საკვებსაც მიირთმევს და დამოკიდებულია იმის ჯანმრთელობა ამ ყველაფერზე. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ის რომ ქართულია შეიძლება ყველა შემთხვევაში არ ნიშნავდეს იმას, რომ ეს პროდუქტი არის ჯანსაღი და უნებელი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. თავარი არის მოყვანის პერიოდში, რომ ავიღოთ მაგალითად ბოსტნეულის შემთხვევაში. თუ არის დაცული მოყვანის წესები, ამ შემთხვევაში ნიადაგი, რა ნიადაგია და არის თუ არა ისეთი ნიადაგი, სადაც შეიძლება კონკრეტულად ამ პროდუქტის მოყვანა. შემდეგ უკვე ამ ფერმერმა თუ მეწარმემ როგორ გამოიყენა სხვადასხვა ქიმიური საშუალებები, ნორმები თუ დაიცვა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ყველა ფერმერს სათითაოდ ყოველ დღე და ყოველ სეზონზე ვერ შეამოწმებს. თავარი არის რომ ის ქიმიური საშუალებები, რასაც გამოიყენებენ, რეგისტრირებული იყოს საქართველოს კანონმდებლობით და არ გამოიყენონ ისეთი ქიმიური საშუალებები, რომელიც საქართველოში რეგისტრირებული არ არის და არ გვაქვს ამ
შესახებ ინფორმაცია. ესეთ ფაქტებიც არის ხოლმე და ძირითადად სხვადასხვა ქიმიურ საშუალებებს იყენებენ, რომელიც დაუშვებელია და არ უნდა გამოიყენოს ფერმერმა. ესე იგი, ასეთი შემთხვევები არის, რომ თქვათ არაკეთილსინდისიერად ხდება ნიადაგის თუ ნარგავების დამუშავება, ან შეუსაბამო ნივთიერებით, ან შეუსაბამო რაოდენობით. რაოდენობით ეს ქიმიური საშუალებების გამოყენება უნდა იყოს მკაცრად რეგულირებადი, იმიტომ რომ არ შეიძლება დიდი რაოდენობით მისცეს ფერმერმა ნიადაგს ეს ქიმიური საშუალებები რომ გაიზარდოს დიდი ნაყოფი, გაიზარდოს მალე ან მალე დამწიფდეს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გადადის პროდუქტში და იწვევს პროდუქტის ქიმიურ დაბინძურებას, რომელიც ძალიან საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. როგორ ფიქრობთ, საქართველოში ყველა ფერმერს და გლეხს აქვს ეს ინფორმაცია სწორად და სრულყოფილად, რა შეუძლია გამოიყენოს, რა არ შეუძლია გამოიყენოს, ანუ მხოლოდ კეთილსინდისიერებაზე ვსაუბრობთ თუ ინფორმირებულობაც პრობლემაა? ინფორმაციის ნაკლებობა არ არის, უბრალოდ არ აქვს ძალიან ბევრს მზაობა ამ ინფორმაციის მიღების და ამ ინფორმაციის უკვე პრაქტიკაში დანერგვის, თორე რომ მოინდომოს ნებისმიერმა ფერმერმა ნებისმიერ ინფორმაციას მიიღებს, თან სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებს, როგორ უნდა გამოიყენოს ესა თუ ის ქიმიური საშუალებები. სულ გვაქვს ყველა დიასახლის და არ მხოლოდ დიასახლის ეს რაღაცნაირი დილემა, რომ ქართული თუ შემოტანილი. ეს შემოტანილი არის ძალიან ლამაზი, ერთნაირი ზომის, დიდი, პრიალა და რაღაცა თვალი მოკლედ ტყუდება და თვალი ჭამს, როგორც იტყვიან, ხო? რის ხარჯზე? ეს იმპორტირებული პროდუქცია ხშირ შემთხვევაში, როდესაც იკრიფება ნახევრადმწიფე ან კვახე მდგომარეობაში, რომ გაუძლოს შემდეგ უკვე ტრანსპორტირების დროს და ვადას და არ ჩამოვიდეს აქ ძალიან გადამწიფებული რაოდენობაში. ერთი პრობლემა ეს არის იმპორტურის, რომ მომწიფებელი პროდუქტი იკრიფება და ეს შეიძლება მის ხარისხზე იმოქმედოს გავლენა. გზადაგზა მწიფდება? გზაში მწიფდება, მაგალითად ბანანიც რო ავიღოთ, ყველა ვიცით რომ მწვანე იკრიფება და სანამ აქ ჩამოდის უკვე შეიძლება დამწიფებული იყოს, ან ისე მწვანე მდგომარეობაში იყოს. ანუ კვახე იკრიფება, ასე ვთქვათ, ბანანის შემთხვევაში. პლუსი რაც აქვს ამ იმპორტირებული პროდუქციის არის, რომ შედარებით მეტ შემოწმების პუნქტს გადის, როგორც ადგილობრივ იმ ქვეყანაში, სადაც მოხდა წარმოება და გამოიგზავნა და საქართველოშიც საზღვარზე, როდესაც შემოდის, არა მარტო ხილბოსტნეული, არამედ სხვა საკვები პროდუქტებიც გადის შემოწმებას სხვადასხვა პარამეტრებზე, რაც დაკავშირებულია თვითონ პროდუქტის სახეობასთან და ყოფილა შემთხვევები, რომ გაუბრუნებიათ საზღვრიდან სხვადასხვა დაბინძურებით არსებული პროდუქტი. ან მართლა მაინტერესებს. კარტოფილი გააბრუნეს უკან, რომ აღმოჩნდა დაავადებული ერთი თვის წინ იყო პამიდორის გაბრუნება მოხდა უკან. ანუ მოწმდება საზღვარზე. ანუ როგორ მოწმდება, მართლა მაინტერესებს. აი ადამიანი მიდის და უშუალოდ პროდუქტს ამოწმებს თუ იმ საბუთს უყურებს. არა, პირველ რიგში მოწმდება თანხლები დოკუმენტაცია და რომელსაც არის ჩამონათვალი ამ თანხლები დოკუმენტაციის თუ რა უნდა მოყოს თითოეული დასახელების პროდუქტს და შემდეგ უკვე შემოსავლების სამსახურს ეხება ეს ამბავი, ხდება უკვე ნიმუშების აღება და ლაბორატორიული შემოწმება. მაგალითად, პარტიებად არის დაყოფილი ნებისმიერი პროდუქტი და თითო პარტიიდან თითო ნიმუშის შემოწმება ხდება. ეს რა თქმა უნდა 100%-ით ვერ მოხდება სრულყოფილად ყველა შემოწმება, უბრალოდ მოწმდება შედარებით მაღალი რისკის მატარებელი პროდუქტები და მოწმდება ასევე ისეთი პროდუქტები, რომლებიც ნაკლებად როგორ ვთქვათ, ანუ ისეთ ქვეყნიდან არის წამოსული, საიდანაც ხშირად ხდება, შეიძლება იყოს დარღვევა. გასაგებია, რომელია მაღალი რისკის პროდუქტები? ამ შემთხვევაში ხილბოსტანის აი მაგალითად გაყინული რაც მომდეს ქათმისფილე რო ვახსენოთ, რომელიც ძალიან ხშირად არის ხოლმე, ეხაც იყო ერთი კვირის წინაც სალმონელა აღმოჩნდა და ისე უკან გააბრუნეს. ანუ ყველაზე მეტად მოწდება უფრო მაღალი რისკის მატარებელი პროდუქტები, ხორცს პროდუქტები და ძის პროდუქტები, რომ ყველაზე მეტი დაავადება შეიძლება ესეთ პროდუქტს კონდეს, ვიდრე ხილბოსტნეულს. მაგრამ ესაც მოწდება, რა თქმა უნდა. გასაგებია, დავუბრუნდეთ ისევ იმ ხილბოსტნეულს და ასე ვთქვათ სხვა პროდუქტებს, პესტიციდებზეც ალბათ მოწმდება ხო შემოტანილი პროდუქტი. ეხლა თქვენ ნისაუბრიდან გამომდინარე ვხვდები, რომ იმპორტულ პროდუქციაში შეიძლება უფრო ნორმის ფარგლებში იყოს პესტიციდი, ვიდრე ადგილობრივში? შესაძლებელია მასე იყოს, იმიტომ რომ ის უფრო მეტ კონტროლს გადის, ვიდრე მაგალითად ადგილობრივი. ადგილობრივიც მოწმდება, მაგრამ იმ სიხშირით არ, როგორც მაგალითად შემოსული, იმიტომ რომ ამდენიმე ეტაპს და ამდენიმე წერტილს გადის, სანამ აქამდე მოვა. აბა როგორ არის რაღაცნაირი ესეთი მართლა პლასტმასივით
კარგი ვიზუალის და რის ხარჯზე მოკლედ რაღაცა არსებობს ისეთი გავრცელებული მოსაზრება, რომ იმდენი ნივთიერებით არის დამუშავებული, შემოტანილი ხილი და ბოსტნეული, რომ ტრანსპორტირებას გაუძლოს, რომ ნუ ძალიან ცუდია. არის მასე, იმიტომ რომ რაღაცებით მუშავდება პროდუქცია აქამდე მოდის, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება იყოს დაშვებული სურსათთან გამოყენებაში და ანუ ჯანმრთელობის საზიანო არ იყოს. ნუ რა თქმა უნდა, მცირე რაოდენობით ამის მიღება, მაგრამ ეს თვითონ პროდუქტის ვიზუალურად ანუ მიმზიდველი რო არის, ეს შეიძლება იყოს ჯიშიდან გამომდინარეც, იმიტომ რომ არის ჯიშები, რომლებიც რეალიზაციისთვის გამოიყენება და იმას ის აქვს, რომ ესეთი უნდა იყოს ვიზუალურად. მაგრამ ეს არ შეეხება ისეთ პროდუქტს, რომელიც არის ძალიან დიდი არის. მისი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს მაგალითად ამხელავაშლები როა. კი, შეიძლება იყოს ბადრიჯანი სტანდარტული ზომის და უცებ ამოაჩნდათ ერთი ძალიან დიდი ბადრიჯანი. ეგაც რაღაც საეჭვო არის, იმიტომ რომ არ შეიძლება ეს რაღაც უცებ გაიზარდოს ერთი და რამდენიმე და სტანდარტულ ზომას გაცდეს, ხო? გასაგებია. ჩვენს მაგიდაზე არსებულ კალათში დევს ხილი და ბოსტნეული, მხოლოდ რამდენიმე სახეობა და დარჩით ბოლომდე, იმიტომ რომ ჩვენ შევამოწმებთ პესტიციდებზე ამ პროდუქტს, რომელიც დღეს ჩაწერამდე შევიძინეთ შემთხვევითობის პრინციპით ძალიან გავრცელებულ ქსელურ მაღაზიებში. მანამდე კი მინდა გითხოთ, აი თქვენ თვითონ, თქვენი ოჯახისთვის, როცა არჩევთ პროდუქტს, იმპორტულზე აკეთებთ არჩევანს, ადგილობრივზე, აი ბაზარი თუ მაღაზია, აი თქვენ თვითონ როგორ ყიდულობთ? ბატონო, მე ვცდილობ რომ ყოველთვის ვიყიდო მაღაზიაში, იმიტომ რომ მაღაზიას უფრო მეტი კონტროლის მექანიზმი აქვს დაწესებული სურსათესუნებლობის ვიდრე ბაზარს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბაზარში არ კონტროლდება რაღაც, მასაც აქვს, იმიტომ რომ ბაზარიც ჩვეულებრივ რეგისტრირებულია როგორც ბიზნეს ოპერატორი და გადის სახელმწიფო კონტროლს. უბრალოდ მაღაზიას აქვს უფრო ბევრი კონტროლის მექანიზმი, ნებისმიერი ქსელური მარკეტები რო ავიღოთ, უფრო მეტი კონტროლის მექანიზმი აქვს ამ პროდუქტის უვნებლობის მხრივ. და მაგალითისთვის, როდესაც არჩევანი მიწევს, გააჩნია რა პროდუქტი არის. აი ხორც პროდუქტებს სატყიდულობთ. ხორც პროდუქტებს აუცილებლად მაღაზიაში. თუმცა ვიცით რომ ბაზარშიც რაღაც სასაკლაოდან კი ბატონო, ვიცით რომ მაინც არის და ვიყიდია კიდევაც ბაზარშიც, მაგრამ არჩევანი როდესაც მაქვს, ვცდილობ რომ მაღაზიაში შევიძინო. კარგით, რადგან ხორც პროდუქტებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ალბათ არ მინდა რომ დავიჯერო და მგონია რომ მითია, რომ ბაზარზე არსებობს ვირის და ცხენის ხორცი, რომელიც შესაძლოა მოხვდეს ჩვენს ოჯახში, ან ჩვენს თეფშზე, როგორც საქონლის ხორცი. კი ბატონო. მითია თუ რეალობა? რეალობაა და ყოფილა ხშირად შემთხვევებიც, რამდენიმე თვის წინ იყო წელს მოხდა მაგალითად ერთ-ერთ სოფელში აღმოაჩინეს კუსტარული სასაკლაო, სადაც იკლებოდა ცხენი და ხდებოდა ამ ცხენის ხორცის რეალიზაცია ისეთ ადგილებში, სადაც არ ხერხდება სახელმწიფო კონტროლი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვიძენთ ხორც პროდუქტებს და ხორცს, აუცილებლად უნდა შევიძინოთ ისეთ ადგილებში, ორგანიზებულ ადგილებში, სადაც მიდის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ არის მოქცეული ეს დაწესებულება და მოწვდებიან და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიძინოთ გარევაჭრობის ადგილებში. კუსტარულად მოწყობილ ადგილებში, სადაც დაცული არ არის არც ტემპერატურული რეჟიმი და არც სხვა ჰიგიენური მოთხოვნები. აქ რისკი შედარებით მაღალია, იმიტომ რომ ბაზარში ვერ მოხდება მაგალითისთვის ცხენის ხორცი დახსე. როგორ უნდა მივხვდეთ ხორცი? ნებისმიერი ბაზარი არის რეგისტრირებული და მოწვდება სახელმწიფოს მიერ. იქ როდესაც შედის ცხოველის ხორცი, ეს იქნება საქონელი, ღორი თუ ცხვარი, აუცილებლად უნდა იყოს დაკრული სასაკლაოში, სადაც მოწვდება ეს ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამ ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებს სახელმწიფოს მიერ დანიშნული ვეტერინარი. თუ ეს ცხოველი ჯანმრთელია და გამოიყენება ადამიანის საკვებად ვარგისია, ასე ვთქვათ, ეს სახელმწიფო ვეტერინარი არ ტყავს ბეჭდებს რამოდენიმე ადგილას და გასცემს ვეტერინარულ მოწმობას, რომ ეს ცხოველი არის ჯანმრთელი და ვარგისია ადამიანის ჯანმრთელობის მოსახმარად. როდესაც ბაზარში შედის, აუცილებლად უნდა ქონდეს ეს ბეჭედი. ბეჭდის გარეშე თუ ხდება ბაზარში ხორცის რეალიზაცია, ეს სახელმწიფოს მხრიდან მკაცრად ისჭება. დააკვირდეთ ბეჭედს და მოითხოვეთ საბუთი. დავაკვირდეთ და ყოველთვის უნდა მოითხოვოთ საბუთი. და ბეჭედი და ვარგისიანობა, იმიტომ რომ ამ საბუთს ამ ფორმა ნომერი 2-ს მაგის გარდა კიდევ არსებობს ეტიკეტი ხორცის,
შედარებით პატარა საბუთი არის, სადაც წერია ხორცის წარმომავლობა. ქვეყანა სად არის წარმოებული, იმიტომ რომ შესაძლებელია ეს ღორის სასაქონლის ხორცი ქართული არ იყოს და იყოს შემოსული ცოცხალის სახით და მე აქთებოდეს დაკლა და ამ ეტიკეტში სწორედ ეს ინფორმაცია წერია. ფორმა ნომერი 2-ში წერია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რა მდგომარეობაში იყო, მაგრამ ეს პრაქტიკა ძირითადად არ გვაქვს და არ ვითხოვთ მაგალითად საბუთს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ერთ მაგალითს მოყვები ერთ-ერთ ხორცის მაღაზიაში მოვითხოვე საბუთი და ეგონათ რომ ვიყავი შემოწმება. ხო. და დამიმალეს და მთელი ამბები იყო რომ ვეგონე შემოწმება, იმიტომ რომ იმდენად არავინ არ სთხოვს ამ საბუთს, რომ ვინც სთხოვს, ყველა გონიათ შემოწმება. და ამიტომ ყოველთვის უნდა მოვითხოვოთ ეს, თუ გაინტერესებს რომ ეს ღორის ხორცი სიტყვა ქართულია, რუსულია, თუ რომელი ქვეყანა არის შემოსული, ეს ინფორმაცია უნდა მივიღოთ. თუ აქვს ეს საბუთი, მისთვის რა მნიშვნელობა აქვს? შემოწმება ხართ თუ მომხმარებელი? უბრალოდ შეუძლია ცოტა იმდენად ცოტა ადამიანი თხოვს მაგას, რომ ვინც თხოვს, ყველა გონიათ ავტომატურად შემოწმება და როგორც შენს ხო იწაბები. ეს ყველას აქვს ეს საბუთი, ამის საბუთის გარეშე ხორცის რეალიზაციას ვერ გააკეთებენ და აუცილებლად უნდა ინდოს თვალსაჩინო ადგილას და მომხმარებელი მოთხოვნის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიაწოდოს. კი ბატონო, მაინტერესებს როცა ამბობთ რომ ვეტერინარი ამოწმებს ხორცს, აი მაგალითად ამ შემოწმებაში შედის თქვა აი მძიმე მეტალებზე შემოწმება, ან ანტიბიოტიკებზე შემოწმება, თუ ვეტერინარი ამოწმებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას რომელიმე დაავადების შესახებ, მაგალითად ჯილეხი ან ბრუსელოზი ან რომელიმე ზოონოზური დაავადება. ის თუ ცხოველმა რა საკვები მიიღო, სანამ სასაკლაომდე მივიდა, ეს ვერ მოწმდება და ვერ გავიგებთ რით არის ნაკვები ეს ცხოველი, იმიტომ რომ ეს არის პირველადი წარმოება ცხოველის გაზრდა, რომელიც საქართველოში ყველაზე ნაკლებად კონტროლდება. სამწუხაროდ, ჩემი აზრით, ყველაზე მეტი კონტროლი არის ზუსტად პირველად წარმოებაში, ასევე პირველადი წარმოება არის ხილბოსტნის მოყვანა და ქიმიკატების გამოყენება და ეს პირველადი წარმოება ყველაზე მეტად უნდა კონტროლდებოდეს. ეს არის სუსტი რგოლი, ესე იგი, ხო? ყველაზე სუსტი რგოლი, იმიტომ რომ მაგის ზოგადად სურსათის უნებლობა ეს არის ჯაჭვი. იწყება ფერმიდან და სრულდება სუფრაზე. ამ ჯაჭვს შემავალი ყველა რგოლი, ასე ვთქვათ, უნდა კონტროლდებოდეს მაქსიმალურად მკაცრად. პირველი რგოლი ეს არის ფერმა. ეს არ კონტროლდება სრულყოფილად, მაგრამ მაგის შემდეგი რგოლები ყველა კონტროლდება მაქსიმალურად და ეს პირიქით უნდა იყოს ჩემი აზრით. არა და პირველი რგოლი არის კი და პირველი რგოლი რომ მოწმდებოდეს, ბევრი სხვა რგოლი უკვე ბევრად გამართულად იმუშავებდა. და პირველი რგოლი როდესაც არ უღოს, შემდეგი რგოლებზე, ანუ იმდენად არაეფექტური არის უკვე კონტროლი. ხდება, მაგრამ პირველი რგოლი უნდა იყოს ყველაზე კონტროლირებადი. მოდით ერთი წინადადებით მინდა დაუბრუნდეთ ვირის და ცხენის ხორცს, იმიტომ რომ ძალიან მაწუხებს ეს თემა. მე როგორც მომხმარებელი, ვთქვათ, მოვხვდი რაღაცა ისეთ ადგილას, სადაც არა მაქვს ინფორმაცია რა საბუთი უნდა მოვითხოვო და აი გარევაჭრობა ბასში ვარ, ხო? როგორ უნდა მივხვდე ხორცი ვირისა, ცხენისა, რითი უნდა გავარჩიო? ვიზუალური მონაცემები ძალიან ძნელია მისი გარჩევა. არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელსაც იძახიან, რომ მაგალითად ძალიან დიდი ნეკნების ცვალი უნდა ქონდეს და განიერი ცხენს აქვს და ასევე ცოტა მუქი ხორცი აქვს, მაგრამ ეს 100%-ით არ არის იმის დადასტურება, რომ ეს ცხენის არის. ჯანმრთელობის თვალსაზრისით რა საფრთხეს ატარებს ცხენის და ვირის ხორცი, რადგან ესეთი აქტუალური? შეუმოწმებელი ხორცია ეს და არ ვიცით ის ასე ვთქვათ ცხენი რა მდგომარეობაში იყო, როდესაც დაიკლა და მოვიდა იმ გარევაჭრობის ადგილას. პრობლემა არის ეს, რომ როდესაც მაგალითად ძროხას დაკლა ხდება, ის შემოწმებულია და ეს ცხენი ყოველთვის იკვლება ანუ შავ ადგილებში, სარდაფებში და ის ადგილებში. არ ჯობია ძროხა ყავდეს და იმის რეალიზაცია მოახდინოს. ყველაზე ცუდი ამ შემთხვევაში ის არის, რომ როდესაც ცხენის ხორცი იყიდება, ხდება ფასიფიკაცია და მომხმარებელი ყიდულობს ამას როგორც საქონლის ხორცს, იმიტომ რომ იმას არავინ არ ეუბნება, რომ ეს ცხენი არის. ეუბნება, რომ ეს არის საქონლის ხორცი და ხდება უკვე ფასიფიკაცია ხორცის. რატომ კლავენ ცხენს და კლავენ, იმიტომ რომ მაგალითად აღარ ასრულებს თავის მეოლებას, ან დაბერდა, ან ფეხი მოტყდა, ან რაღაც, ან თავის დანიშნულებას კარგავს, ასე ვთქვათ, ეს ცხოველი და იმის მაგალითად ან ავადი იყო. ან ავადი იყო, რა თქმა უნდა. თავის დანიშნულებას კარგავს და იმის მაგივრად რომ მოხდეს იმისი წესის მიხედვით, ანუ მოპყრობა ხდება უკვე მასობრივად ხო არ ხდება ეს? არა, მასობრივად ვერ მოხდება. მასობრივად ვერ მოხდება, იმიტომ რომ ამდენი ცხენი და ვირი არ არის, მაგრამ მაინც ხდება და თუ გვინდა მომხმარებლებს როცა არ შეხვდეს ეს ცხენის ხორცი, არ უნდა შევიძინოთ არასოდეს გარევაჭრობის ადგილებიდან ცხენის ხორცი.
იმიტომ რომ ცხენის ხორცი კი უბრალოდ ხორცი. იმიტომ რომ არ ვიცით ის რა ხორცია და მით უმეტეს ცხენს აქვს ისეთი დაავადებები, რომელიც შეიძლება არ ქონდეს საქონლას. აი მაგალითად ესეთი პარაზიტი არსებობს, ტრიქინელას პარაზიტი, რომელიც ემართება ღორს, გარეულ ღორს და ცხენს, რომელიც არის პარაზიტული ჭია, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ იწყებს სიარულს და თავის ტვინამდეც კი მიდის. და ამიტომ ერთ-ერთი საფრთხე არის ეგეც. გასაგებია. ეს გადავიდეთ შემდეგ თემაზე. საქონლას არ ემართება მოკლედ ეს პარაზიტული ჭია. კი ბატონო. ბევრჯერ გვითქვამს, როცა ჩაბუბლით ხოლმე ან ავტობანზე, ან გზაზე ჩაბუბლით და გზის პირზე დარგულ ხეხილს, ან სხვადასხვა ტიპის ბაღს, ან ვენახს დავინახავთ ხოლმე, რომ ნეტავ ხო აქ მოყვანილი პროდუქტი ჯანმრთელია, ჯანსაღია, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, როგორი დიდი გავლენა აქვს გარემოზე გამონაბოლქვ იგივე მძიმე მეტალების თვალსაზრისით, ტყვის თვალსაზრისით და არადა ისე კარგად გამოიყურება ხოლმე ეს მსხმოიარე ხეები. რა სიტყვით ამაზე? რამდენად არსებობს ჩვენთან ამის რეგულირების მექანიზმები საქართველოში და რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ სპეციალისტებს, როგორ ნაყოფს ისხავს ასე მოყვანილი პროდუქტი? მე როგორც მაქვს ინფორმაცია ამაზე საქართველოში რაიმე დადგენილება ან წესი არ არსებობს, რომელიც არეგულირებს თუ მაგალითად გზიდან ან ავტობანიდან რამდენიმეში უნდა მოხდეს ნარგავების დარგვა. მაგალითად, რო ავიღოთ ევროპის ქვეყნები, იქ განსაზღვრულია დაახლოებით 30 მეტრიდან იწყება ქვეყნების მიხედვით, ზოგან არის 50 მეტრი და ზოგან 100 მეტრი. ძირითადად მაინც საშუალო ანუ ასე ვთქვათ, მანძილი არის 50 მეტრი, რომ ამ ავტობანიდან ან გზიდან რაც უნდა მოხდეს ნარგავების დარგვა. ამ შემთხვევაში მართლა საფრთხილო არის ეს პრობლემა, იმიტომ რომ მანქანას და გამონაბოლქვის შედეგად მძიმე მეტალები გამოიყოფა და მათ შორის ერთ-ერთი არის ტყვია, რომელიცაც ძალიან მარტივად იწოვს მაგალითად გზის პირას დარგული ნარგავები, მათ შორის ბალახიც და გარდა იმისა, რომ ნიადაგშიც ჩადის და გარდა იმისა, რომ ეს შეიძლება აიღოს ხილმა და ბოსტნეულმა, რომელიც გზის პირას არის დარგული და მერე შემდეგ გადმოვიდეს ჩვენს ორგანიზმში, ასევე გზის პირას, როდესაც ცხოველების ბალახს წოვენ, ისაც კი არ შეიძლება, იმიტომ რომ იმ გზის პირას ბალახში შეწოვილი აქვს ეს მძიმე მეტალები. აი მაგალითისთვის ადრე აუბედით კომუნისტების დროს, რა ქვია, გავდნენ გზის პირას კაკლებს და აი ძალიან ბევრ რეგიონში თუ დაკვირვებულ ხართ, გზის პირას არის ზუსტად კაკლები დარგული, რომ ეს კაკლები უზრუნველყოფდა ამ მძიმე მეტალების ათვისებას და შემდეგ უკვე იმის იქით რა ნარგავებიც იყო, იქამდე აღარ მიდიოდა ეს. თავის თავზე იღებდა ეს. თავის თავზე იღებდა, ასე თქვა, კაკალი. იმედია ამ კაკლების რეალიზაციაც არ ხდებოდა მერე. ხო, იმედი მაქვს. და ესა ძალიან ისეთია რა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მაგრამ რა მარტივია რა ერთი შეხედვით თან. კი, ანუ კონტროლი არის საჭირო და ეს ყველაფერი რო იყოს ის ნორმაში და რეგულირდებოდეს, ხო, მაგრამ არის მაგალითად ისეთი მომწოდებლები, ისეთი მწარმოებლები უბრალოდ რომელიც არიან მაღალი პასუხისმგებლობით და შესაძლებელია იმას ახლოს კონდეს ნარგავები გზის პირთან, მაგრამ გარკვეული პერიოდულობით ატარებდეს ანალიზს მძიმე მეტალებზე და ამით იგებდეს რამდენად სუფთა არის მისი პროდუქტი. გასაგებია. მოდი აქვე კითხავთ ესეთი ბლიც კითხვა, რა არის 3 ტოპ პროდუქტი, რომელიც არის ყველაზე მაღალი რისკის შემცველი? საკვები. საკვები? მე გეტყვით ადგილს. გარე ვაჭრობის ადგილებში რეალიზაციის გამოტანილი ყველა პროდუქტი არის ჯანმრთელობისთვის საშიში. და მაინც პროდუქტებიდან აი რასაც თქვენ თვითონ არიდებთ თავს რომ შეიძინოთ. ხო, აი მე ვარიდე მაგალითად ეს ბოლო პერიოდში ვცდილობ რომ არ მივიღო ისეთი პროდუქტი, რომელსაც აქვს შემადგენლობაში ქათმის მექანიკურად განცალკევებული ხორცი. ქათმის მექანიკურად განცალკევებული ხორცი რას ნიშნავს? ეს არის ძალიან ისეთი ინგრედიენტი არის, რომელიც გამოიყენება მაგალითად სოსისების და ზეხვების წარმოების დროს, გამოიყენება ნახევარფაბრიკატების წარმოების დროს, გამოიყენება ქათმის ნაგეცებში, ოღონდ ყველა მწარმოებელი არ იყენებს ამას. ეს არ არის ცუდი ინგრედიენტი, იმიტომ რომ სოფლიო პრაქტიკა არის, უბრალოდ ადამიანზეა დამოკიდებული. ანუ ეს არის ქათმის მექანიკურად განცალკევებული ხორცი, ქათამი ავიღეთ. მოვაჭერით ბარკლები, ფრთა, ფრთისძირი, ანუ ყველა ნაწილი მოვაჭერით, რომელსაც ვიყენებთ და დარჩა ქათმის ჩონცხი, მცირე ხორცით და ტყავით და ეს ტარდება ფარშის მანქანაში და გამოდის ფარშის სახით, რომელსაც ეწოდება ქათმის მექანიკურად განცალკევებული ხორცი.
და ეს არის შემავალი ინგრედიენტი. ეს არის შემავალი ინგრედიენტი, რაც ჩამოთვალე იმ პროდუქტებში, ოღონდ ყველგან არ. ზოგჯერ ქათმის ხორცის მაგივრად? ანუ ქათმის ხორცი საერთოდ შეიძლება არ ქონდეს იმ პროდუქტს. შეიძლება ეწეროს მაგალითად რაღაც ქათმის ხორცით, მაგრამ იყოს ქათმის მექანიკურად განცალკევებული ხორცი. და არა ქათმის სხვა ნაწილი ამფილე. და მე ვთქვი ხომ რომ ესეთი ინგრედიენტი თუ აქვს შერეული, არ მევიღო, ანუ გამოყენებულია დაშვებული პრაქტიკა სოფლიოში. ხორც პროდუქტებში, აი პროცესირებული ხორცი, ძეხოული სოსისები და ასე შემდეგ, ვიცით რომ ვთქვათ, მე მგონი სამეულში შედის ეს პროცესირებული ხორცი ყველაზე მავნე პროდუქტების და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით ნაწლავის კიბოსთან პირდაპირ კორელაცია აქვს, ხო? ეს ვიცით ყველამ და ვიცით რომ ძალიან მავნეა, მაგრამ აი ესეთი ტიპის ინგრედიენტებით მზადდება რეალურად და ამიტომ კი ბატონო, იმიტომ რომ თვითონ ის ინგრედიენტებიც რაც მაგალითად შემადგენლობაშია სხვა პროდუქტების მაგალითად ცეხვებს იგივენაირად ბევრად დამუშავებულია. და სწორი არის ეს, რომ მართლა მასი არის და ბევრი ამბობს, რომ ანუ არ შეიძლება დიდი რაოდენობით ესეთი საკვების მირთმევა და მეც ვცდილობ ხოლმე, რომ ძალიან იშვიათად მივირთვა ესეთი გადამუშავებული საკვები. იმიტომ რომ რეალურად პრობლემა მართლა მასი არის. კარგით, მოდი დაუბრუნდეთ ინგრედიენტებს და დაუბრუნდეთ ეტიკეტირების თემას. რატომღაც გონია რომ იმისათვის რომ ეტიკეტი სწორად აღიქვას მომხმარებელმა საკმაოდ უნარები სჭირდება, თქვათ ინფორმაციის მოძიების უნარები, იმ ინგრედიენტის რაობის შესწავლის უნარი, გადამოწმების და ასე შემდეგ. საშუალო სტატისტიკურ მომხმარებელს საქართველოში მე მგონი არც არსად ამის უნარები არ აქვს, ხო? აი რა არის ეტიკეტირების მთავარი პრობლემა? ეხლა პირველად გავიგე რომ აი ეს ქათმის მექანიკურად განცალკევებული ხორცი, რასაც ნიშნავს, აი ახლა გავიგე თქვენგან. როგორ უნდა დავიცვა მე მომხმარებელმა თავი, როცა წარმოდგენა არ მაქვს რა არის ის ეტიკეტზე დატანილი ნივთიერებები, რომელსაც ზოგჯერ წარმოთქმაც კი მიჭირს. კი. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარების ინფორმატულობა, იმიტომ რომ აი მართლაც ისეთი ინგრედიენტები შეიძლება იყოს შემადგენლობაში, რომელსაც უბრალოდ შეიძლება წავიკითხოთ და ძალიან საშიში სახელი ქონდეს, მაგრამ რეალურად ასე არ იყოს. და იყოს კიდევ პირიქით, სახელი ქონდეს ძალიან ისეთი უმნიშვნელო, მაგრამ ცუდი ინგრედიენტი იყოს. აი რამე ჩამოგვიtvara. აი მაგალითისთვის ეხლა რატომღაც ყველას ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვს ემულგატორებზე. მართალია. E-ნიშანი რო აქვს და რაღაც 3 რიცხვი. ეს არ არის ცუდი ინგრედიენტი, იმიტომ რომ ეს ინგრედიენტი ენიშნავს ევროპას და მაგიტომ და ეს 3 ნომერი, ანუ არის ისეთი ინგრედიენტის, რომელსაც ძალიან მაგალითად დიდი დასახელება აქვს, რომლის დატანაც ეტიკეტში უფრო მაგალითად საეჭო რამეს გამოიწვევს და მაგიტომ გამოიყენება ეს. აი მაგალითად ერთი ინგრედიენტი არის ნატრიუმის გლუტამატი, რომელიც არის გემოს და არომატის გამაძლიერებელი და თითქმის ყველა პროდუქტში არის, მათ შორის ზეხოულში, ჩიფსებში, აი ბევრგან. და აღინიშნება E421 როგორც. ამიტომ შესაძლებელია ეწეროს ეტიკეტში E421 და შეიძლება ეწეროს ნატრიუმის გლუტამატი. ხო და თვითონ მომხმარებელმა უნდა იცოდეს ბევრი რამე ეტიკეტზე და მის შემადგენლობაში და მაქსიმალურად უნდა იყოს ისეთი ინგრედიენტები, რომელიც მარტივად იქნება გასაგები მომხმარებლისთვის თუ რა შემადგენლობას რას შეიცავს. ეს ლოგიკა და გარდა ამისა აუცილებლად უნდა იყოს განმარტებული თუ ეს რისთვის აქვს. აი მაგალითად კანონმდებლობა მოითხოვს მაგას. რო წერია მაგალითად ნატრიუმის გლუტამატი, უნდა ეწეროს აუცილებლად რომ ეს არის გემოს გამაძლიერებელი, გემოს და არომატის გამაძლიერებელი. რო წერია მაგალითად საღებავი, მაგალითად რომელიმე საღებავი ისევ ემულგატორის დასახელებით, ხო, მაგალითად წითელი ალურა ან რაღაც მსგავსი, ხო, უნდა ეწეროს აუცილებლად რომ ეს არის საღებავი. ან უნდა იყოს განმარტებული, რომ ეს დანამატი რა არის, რომ უფრო მარტივი გასაგები იყოს ადამიანისთვის. უნდა იყოს განმარტებული კანონით თუ კანონი ავალდებულებს ნებისმიერ მწარმოებელს, რომ ოდესაც ესეთი ინგრედიენტებს იყენებს, რომელიც შეიძლება ყველა მომხმარებლისთვის არ იყოს გასაგები, უნდა იყოს განმარტებული თუ რა არის და რისთვის გამოიყენება. მაგალითად, რაღაც არის ანტიოქსიდანტი და უნდა იყოს ეს არის ანტიოქსიდანტი, რაღაც შემასქელებელი და უნდა ანუ ყველა ესეთი ქართული შესატყვისით უნდა ეწეროს რა არის. უნდა იყოს, ანუ ნებისმიერი ეტიკეტი უნდა აწვდეს მომხმარებელს ზუსტ ინფორმაციას, კაფეოს და არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში და მაქსიმალურად გასაგები უნდა იყოს ეს დატანილი ინფორმაცია. კი ბატონო, რა არის აი ეს რაღაცა წითელი
ზღვარი, ალარმი, ეგრეთ წოდებული, რა ინგრედიენტს დაასახელებდით თქვათ, აი რამდენიმე მაინც, რაც კატეგორიულად ფიქრობთ, რომ არის მიუღებელი ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისთვის, ხშირი მოხმარებისთვის. ამ მომენტში თითქმის ყველა ინგრედიენტი, რა ქვია, რაც გამოიყენება, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ, ან ყველაფერი დაშვებულია, უბრალოდ არსებობს რაღაც ზღვრები, რა ზღვარიც არ უნდა მიიღო. მაგალითად, აი ბოლო ის რომ გავიხსენოთ მაგალითად ერთი კვირის წინ ჩარტარდა მცენარეულ ცხიმებზე, ანუ მარგარინებზე და სპრედებზე ტრანსცხიმების შესახებ ანალიზი. თუ რა რაოდენობის ტრანსცხიმებს შეიცავს. სულ დაახლოებით 35 ნიმუში აიღეს ძალიან ცნობილი მარგარინებიდან და ერთ-ერთში აღმოჩნდა ზღვარს ზემოთ ეს ტრანსცხიმების რაოდენობა. საქართველოს კანონმდებლობით არის დაშვებული, რომ 100 გრამში უნდა იყოს 2 გრამი და იქ ამოვიდა დაახლოებით 6 გრამი. აი მართლა რატომ? აი წარმოებმა ეს გააკეთა იმიტომ რომ გააკეთა და ზოგადად ეს პროდუქტი არის, ანუ არ არის ჯანსაღი პროდუქტი და არ არის მისაღები. მარგარინი და სპრედი რო ავიღოთ, იმიტომ რომ ეს არის უფრო მეტი გააკეთა ამის ხარჯზე? ანუ შეცდომა დაუშვა, სადაც უფრო მეტი მოხდა ეს ტრანსცხიმები, ანუ ტრანსცხიმები ხდება მაშინ, როდესაც ეს მცენარეული ცხიმები გადამუშავდება და იღებს მყარ ფორმას. ანუ ჰიდროგენიზაცია ქვია მაგას, ანუ მაგ ტექნოლოგიურ პროცესს, რომ ეს მცენარეული ცხიმები გარდაიქმნას მყარ მასად. და ამ მომენტში ზუსტად ეს ტრანსცხიმები წარმოიქმნება. ანუ ეს გარდაიქმნება ეს ცხიმები ტრანსცხიმებად. რატო არის საშიში ჩვენთვის? ანუ ჯანმრთელობისთვის არის ძალიან საშიში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დაავადებას იწვევს, მათ შორის ონკოდაავადებასაც, მაგალითად გულის პრობლემებსაც და საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია მაგალითისთვის 7 წლამდე ბავშვებისთვის ისეთი პროდუქტების გამოყენება, რომელშიც შედის ეს ტრანსცხიმები. როგორ აწერია? ეგრევე აწერია ტრანსცხიმები. აი მაგალითად მარგარინი რო ავიღოთ, ტრანსცხიმები მასე არ აწერია, უბრალოდ აწერია, რომ არის ჰიდროგენიზირებული მაგალითად მზესუმზირის ზეთი და ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელი არსებობდეს ეს ტრანსცხიმები. რამდენი რამე უნდა იცოდე ღმერთო? ბავშვებისთვის არ არის რეკომენდირებული და მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ ისეთი პროდუქტების მირთმევას, რომელიც არის ან მარგარინზე დამზადებული, ან სპრედზე დამზადებული. გასაგებია. მოდით ახლა მივადექით აი ოჯახებს და ეკონომიკურ ფაქტორსაც, ხო? ძალიან ხშირად გვსმენია, რომ ამბობენ, რომ სწორად ყვება და ჯანსაღად ყვება, მრავალფეროვნად ყვება, საკმაოდ ძვირი ღირს საქართველოში, ალბათ არა მხოლოდ საქართველოში და რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, როგორი ეკონომიკური ფონით ცხოვრობს ძალიან ბევრი ოჯახი საქართველოში, ხო, რომლებსაც აქვთ მხოლოდ საშუალება, რომ 2 და 3 სახეობის საკვებით იკვებონ წლის განმავლობაში და ამ სახეობებში ხშირად ხორცი არ შედის, თევზი არ შედის და ასე შემდეგ, მრავალფეროვანი ბოსტნეული არ შედის. აი თქვენი გამოცდილებით ფუფუნება არის ჯანსაღად ყვება? კი ბატონო. იმიტომ რომ ჯანსაღად ყვებისთვის ჯერ გჭირდება ინფორმაცია, მერე გჭირდება ადგილები, სადაც შეიძლება რომ ეს შეიძინოთ და მერე უკვე ესეთი პროდუქტი რა თქმა უნდა შედარებით ძვირი ღირს ვიდრე ჩვეულებრივი პროდუქტი. მაგალითად, რო ვახსენეთ მაგალითად, ეს ქათმის მექანიკურად განცალკევებული ხორცი, ძვირიან ძეხვში ეს არ არის. არის იაფიან ძეხვში. და სწორედ ესაც არის, რომ ანუ ეს კატეგორიას შესაძლებელია ხელი ვერ მიუწვდებოდეს ისეთ სურსათზე, რომელიც არის ჯანსაღი და უნებელი მისი ჯანმრთელობის. ერთი კითხვა მაწუხებს სულ. მე სოფელში გაზრდილი ბავშვი ვარ. და მახსოვს ბოსტნიდან ამოტანილი პროდუქტების სუნი. რატომ არ აქვს სტაფილოს ამ შემთხვევაში პირობითად სუნი? რა განაპირობებს ამას მართლა მაინტერესებს? განაპირობებს ჯიში მოყვანის ფაქტორი, აი მაგალითად ეს პომიდორსაც ძალიან იშვიათად შეიძლება ქონდეს სუნი. და ერთ-ერთი პირველი ფაქტორი იმის, რომ ეს პროდუქტი არის ჯანსაღი და კარგი, არის ზუსტად მისი სუნი. მართლა ხო? იმიტომ რომ აი ჯერ რომ გაიჭრება სუნი აქვს, მე მაგათად აი პომიდორი რო ავიღოთ და რო გაიჭრება და შეგინოთ თუ თეთრი ზოლები აქვს, ნიშნავს რომ ცუდი არის ეგ და კარგად მითხარით ეგ რას ნიშნავს? საზამთროსაც აქვს ხოლმე ხაზები. საზამთროსაც აქვს ხაზები, ასევე საზამთროს შეიძლება ქონდეს თეთრი კურკებიც რომ ქონდეს, ანუ ზოგადად ხო შავი კურკა აქვს. ანუ ეს ნიშნავს რომ დამატებულია ქიმიური საშუალებები, რომ სწრაფად გაიზარდოს, სწრაფად დამწიფდეს. იგივენაირად პომიდორსა და სუნი არის ერთ-ერთი პირველი
ინდიკატორი მისი ხარისხის და უნებლობის, იმიტომ რომ თან არ გვაქვს შესაბამისი სუნი უნდა ქონდეს ნებისმიერ პროდუქტს და ხილი იქნება თუ ბოსტნეული, დამახასიათებელი კარგი სუნი უნდა ქონდეს. კარგი, სანამ დანას შემოგვაწვდიან რომ პამიდორი გავჭრათ და ვნახოთ თუ აქვს თეთრი ხაზები, მოდით აბა შევამოწმოთ ეს სტაფილო, რომელიც ჩვენ შევიძინეთ ჩაწერამდე, ისეთ ძალიან გავრცელებულ ქსელურ მარკეტში და ვნახოთ შევამოწმოთ პესტიციდებზე. ნიტრატებზე ბოდიში. კი ბატონო, ჯერ ავხსნათ რა არის ნიტრატები. ანუ ნიტრატები არის აზოტმჟავას მარილები, რომლებიც ბუნებრივად არის ნიადაგში და ეს ჭირდება მაგალითისთვის ნებისმიერ ხილს და ბოსტნეულს, რომ გაიზარდოს, დამწიფდეს, თავის პოზიციას მიაღწიოს, საბოლოო პროდუქტის სახე მიიღოს. თუ მაგალითისთვის ფერმერი იყენებს ძალიან ბევრ ქიმიურ საშუალებებს, ეს პესტიციდებს, სასუქებს და ასე შემდეგ, ეს ნიტრატების რაოდენობა იმატებს პროდუქტში. არის ზღვარი, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო კანონმდებლობით და არ უნდა აღემატებოდეს ამ ზღვარს ნებისმიერ პროდუქტში ნიტრატების რაოდენობა. სხვადასხვა პროდუქტისთვის არის სხვადასხვა რაოდენობის ზღვარი. შეიძლება ზოგისთვის იყოს 90 მიკროგრამი, ზოგისთვის იყოს 900 მიკროგრამი. აი სტაფილოსთვის რამდენი? აი სტაფილოსთვის ნახავთ ამ აპარატის მეშვეობით, აქ წერს თუ რამდენი არის ამის ზღვარი 100 გრამზე. ნერვიულობ ახლა სტაფილოს ნიტრატებზე. აი სტაფილოს შემთხვევაში 400 მიკროგრამი არის ზღვარი. ანუ უფრო მაღალი არის, იმიტომ რომ ზოგადად ეს პროდუქტი სტაფილოს და ჭარხალიც ყველაზე დიდი რაოდენობით შეიძლება შეიცავდეს ნიტრატებს, იმიტომ რომ არის მიწიდან მოდის. გასაგები, აბა ვნახოთ. მოდი ვნახოთ სტაფილოს მდგომარეობა. გამწვანდა, ანუ ძალიან მინიმალური რაოდენობა არის შიგნით ნიტრატების. ანუ შეგვიძლია ეს პროდუქტი მივირთოთ. კი ბატონო, ახლა გავჭრათ პამიდორი და ვნახოთ თუ აქვს თეთრი ხაზები. რას ნიშნავს ეს თეთრი ხაზები? ანუ ეს არის რომ ან დაკრეფილია ძალიან ადრე და მე ტრანსპორტირების ან შენახვის პირობებში დამწიფდა, ან გამოყენებულია ქიმიური საშუალებები, იმიტომ რომ მასე არ უნდა ქონდეს პამიდორს, ან შიგნიდან უნდა იყოს ასე ვთქვათ წითელი და უფრო ხასხასა ფერის. შევამოწმოთ ნიტრატებზე. კი ბატონო. სული კარგი აქვს. პომიდორს 300 მიკროგრამი აქვს დასაშვები. დასაშვები ნორმა, ანუ აქაც ნიტრატები დიდი რაოდენობით არ არის. ანუ ეს ხაზები უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ადრე მოკლეფის გამო გამოწვეული. კი ბატონო. მოდით ახლა შევამოწმოთ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ხილი, ნესვი. ნესვი, კი ბატონო. ნესვის რამდენია დასაშვები, ნახოთ აბა. სული კი აქვს კარგი. ნესვი არის 90 მიკროგრამი დაშვება, ანუ ძალიან ცოტა, იმიტომ რომ არ უნდა შეიცავდეს ეს, ვიდრე მაგალითად სტაფილოზე 400 მიკროგრამი იყო. აბა ვნახოთ ნესვი. ხოთ ნესვი ასე. გააწით. რამდენი? ძალიან მაღალი დონე ამოვიდა ნიტრატების, ანუ 90 გრამი არის მიკროგრამი დაშვება კილოგრამზე და ამოვიდა 740. და გააწითლა და მაღალი დონე აჩვენა ნიტრატების. ანუ ეს არის მოყვანილი ბევრი ქიმიური საშუალების გამოყენებით, რამაც მოახდინა ის, რომ შიგნით ამ ნიტრატების რაოდენობა გაიზარდა და ძალიან ბევრად გადააჭარბა დასაშვებ ზღვას. ეს პროდუქტი არ უნდა მივიღოთ არავითარ შემთხვევაში. კარგი, მოდი, თქვათ არ ვიცი ეს, ყველა სხვა არ აქვს ეს აპარატი, ხო და ვიღებ რეგულარულად მივირთმევ. რა საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას აი ეს ნიტრატები კონკრეტულად რაზეც ეს აპარატი ამოწმებს? ეს არის ქიმიური საფრთხე, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის მერე შესაძლებელია გამოიწვიოს ონკოდაავადებები და სხვა გართულებები და თუ მაგალითისთვის აპარატი არ გვაქვს სახში და ვერ უზრუნველყოფს ამ აპარატის მეშვეობით ამის გაზომვას, არსებობს რამდენიმე მეთოდი, რითაც სახლის პირობებში შეგვიძლია, ასე ვთქვათ, შევამციროთ ნიტრატების რაოდენობა. აბა
ერთი მეთოდი არის მისი თერმული დამუშავება, თუ არის ისეთი პროდუქტი, რომელსაც თერმულად ვამუშავებთ, მაგალითად, მოხარშოთ, შევწვათ მაგალითად სტაფილო, რაც უზრუნველყოფს გამოდევნას ნიტრატების ნესვს ვერ მოხარშავთ, ამიტომ ნესვი უნდა გავაჩეროთ წყალში გარკვეული დროის განმავლობაში, რაც ასევე ამცირებს იმის, რა ქვია, ნიტრატების რაოდენობას და აუცილებლად ეხლა ეს ნესვი ისედაც იბრძქნება და ითლება და უნდა გაითალოს და მაგრამ აი სტაფილოს შემთხვევაში უნდა მოეჭრას თავი და ბოლო, იმიტომ რომ თავში და ბოლოში ხდება ყველაზე დიდი რაოდენობით ამ ნიტრატების დაგროვება თუ არის ამ ბოსტნეულში და აი მწვანელის შემთხვევაში ღეროები უნდა მოვაცალოთ ბოლომდე და წყალში უნდა დავაყენოთ. ამით ვამცირებთ ნიტრატების რაოდენობას. სრულყოფილად ვერ გამოიდევნება რომ 0-ზე იყოს და უსაფრთხო იყოს თუ არის მაგალითად როგორც ნესვის შემთხვევაში იყო, მაგრამ რაღაც რაოდენობით შევამცირებთ მის რაოდენობას. კი ბატონო, ყველაზე ესეთი გავრცელებული პროდუქტი კარტოფილი შევამოწმოთ. კარტოფილი ნახოთ. აბა ვნახოთ კარტოფილში რამდენია ნიტრატების კონცენტრაცია. კარტოფილში 250 მიკროგრამი, ან საკმაოდ მაღალი ზღვარი აქვს კარტოფილსაც. ანუ თლათ კარგი არ არის, იმიტომ რომ სიტყვაზე ზღვართან არის მიახლოებული, 250 აქვს ზღვარი და 220 გვიჩვენა, მაგრამ ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის. თლათ იდეალურ მდგომარეობაში არ არის, რომ მცირე რაოდენობით ქონდეს. 220 მიკროგრამი აჩვენა. მინდა კითხოთ, რა შემთხვევაში ხდება ის, როცა ვთქვათ, პროდუქტი არ არის ჯანსაღი და მაინც იყიდება? და რა შემთხვევებია ეს? რამდენად არის, ვთქვათ, მარკეტინგში ჩადებული რაღაცა ისეთი პატარა ნაღმები, რომლის ამოცნობაც შეუძლია მომხმარებელს? თითქოს სოფლის პროდუქტი გაიგივებულია ჯანსაღთან. კი, გაიგივებულია ჯანსაღთან, რატომღაც მარკეტინგული ხრიკი არის ეგეც, იმიტომ რომ რაღაც გონია რომ აუცილებლად ჯანსაღი არის ეს, მაგრამ ეგრე არ არის. ჯერეს ერთი რომ იყენებენ ამ სახელს ნებისმიერ პროდუქტზე, ის არის თუ არა სოფლის, არის თუ არა სოფელთან შეხება, ანუ საერთოდ უბრალოდ მარკეტინგული ხრიკი არის ეს და გარდა იმისა, სოფლის პროდუქტი ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ის არის ჯანსაღი პროდუქტი, იმიტომ რომ როგორც ნებისმიერ წარმოებებში, ისე სოფელში არსებობენ ის ბაქტერიები, დაავადების გამომწვევი ბაქტერიები, კონტროლი უფრო ნაკლები არის და იქაც ჭირდება რაღაც ზღურების და ნორმების დაცვა, რომ ეს წარმოებული პროდუქტი იყოს უუნებელი. მინდა კითხოთ აუცილებლად პურზე და პურის პროდუქტებზე. რატომღაც არ ვიცი, ეს ჩემი დაკვირვებაა და უბრალოდ ახლა მივაქციე ყურადღება თუ ყოველთვის ასე იყო. პური ძალიან მალე ობდება. ეს კარგის ნიშანია თუ პირიქით რაღაც ფქვილის ხარისხზე მიუთითებს. ცუდი ის არის, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ფქვილის ხარისხზე. პურის გამოცხობის ტექნოლოგიაზე თუ როგორ ცხება, იმიტომ რომ როდესაც ცხება პური გამოცხობის პერიოდში, მას ჭირდება გარკვეული დრო, რომ გაგრილდეს და შემდეგ მოხდეს დაფასოება. თუ არასრულყოფილად მოხდა ეს პროცესი და ძალიან მალევე მოხდა დაფასოება და პური არ იყო გაგრილებული, ეს იწვევს იმას უკვე რომ შიგნით ტენიანობა ზღვარი იწევს მაღლა და რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ეს ობის სოკოები გამრავლდებიან და უკვე წარმოიქმნება ობი. და რა თქმა უნდა, ფქვილის ხარისხიც არის დამოკიდებული ეს ყველაფერი. მე ვერ მივხვდები ხო, როგორი ხარისხით ფქვილი არის. კი აწერია ხოლმე. მაღალი ხარისხის თეთრი ფქვილი. მე რა ვიცი როგორი ფქვილია. არის პირველი ხარისხის, მეორე ხარისხის, უმაღლესი ხარისხის და ცეხვილი ხარისხის, ანუ 5 დასახელების ხარისხი არის ამ იმის, რა ქვია. პურის ფქვილის, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ქვია, ტრანსპორტირების პირობებს, იმიტომ რომ ფქვილი ერთ-ერთი საშიში პროდუქტია, იმიტომ რომ არანაირი დამუშავებას არ გადის, სანამ ჩვენამდე მოვიდა. მინდვრიდან ერთი შესაძლებელია გაირეცხოს ეს ხორბალი იქამდე სანამ დაიფქვება და შემდეგ უკვე ტომარაში შესაძლოა თავსდება, არანაირი დამუშავებას არ გადის. აი მაგალითისთვის არსებობს ერთი ბაქტერია, თივის ჩხირი ქვია, რომელიც ყველა ფქვილში არის, ბუნებრივად ბინადრობს. ამიტომ, როდესაც ხდება ცხობა ამ ფქვილით რომელიმე პროდუქტის, აუცილებლად უნდა მიაღწიოს შიდა ტემპერატურამ 95 გრადუსს, რომ ეს თივის ჩხირი განადგურდეს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორად და სრულყოფილად გამოცხოს ნებისმიერი პროდუქტი.
და ესობი უკვე ტექნოლოგიის დარღვევის გამო ხდება. გასაგებია, ჩვენ ჯაჭვზე ვისაუბრეთ და რეალიზაციის ჯაჭვი ძალიან მნიშვნელოვანია. სულ აი პურის მაგალითზე მახსენდება ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩვენ ვხედავთ, როგორ მიდის სადისტრიბუციო მანქანები და როგორ გადმოაქვთ ეს პური და შეაქვთ მაღაზიაში, ხო? ძალიან ხშირად ეს პური არ არის დაახურულ პაკეტში მოთავსებული და ყოფილა შემთხვევები, რომ უბრალოდ მაღაზიასთანაც კი ტოვებენ ამ პროდუქტს. ანუ სადისტრიბუციო რგოლის გამართულად მუშაობა რას მოიცავს? რას უნდა მოიცავდეს? ტრანსპორტის, ანუ ჯერ ტრანსპორტის ჰიგიენურ მდგომარეობას, რომ ტრანსპორტი უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც არ იწვევს უკვე პროდუქტის დაბინძურებას და როგორ არის ეს ჯაჭვი ჩვენაც ვახსენეთ, რომ ფერბიდან სუფრამდე ყველა რგოლმა უნდა მიიღოს მონაწილეობა და ყველა რგოლი უნდა აკონტროლებდეს იმას, რომ საბოლოო პროდუქტი მომხმარებლამდე მივიდეს უნებელი. ეს რა თქმა უნდა არ შეიძლება, იმიტომ რომ პური არის ერთ-ერთი ძალიან ხშირად გამოყენებული ინგრედიენტი, ძალიან ასე ვთქვათ, მოკლევად აქვს შენახვის დაახლოებით სტანდარტულად 72 საათი აქვს შენახვის ვადა და მე თუ მეტეს ღია მდგომარეობაში არ უნდა იყოს. ღია მდგომარეობაში ჩემი აზრით უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილზე ხდება გამოცხობა პურის. თუ ეს ტრანსპორტირებას ეწევა და სადისტრიბუციო ერთვება ამ შემთხვევაში შეუფუთავება პურის რეალიზაცია ჩემი აზრით საერთოდ არ უნდა ხდებოდეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რისკი არსებობს, რომ ეს ღია პური დაბინძურდეს, როგორც მანქანაში, ისე ტრანსპორტირების დროს და მართლაც გვინახია, სადაც დატოვებულია ეს ქუჩაში ეს თავღია პური. ანუ რომელიმე ფრინველმა გადაიარა წერმა თუ რამა არ ვიცი, ამიტომ ანუ მე მაგათად ეგეთ პურს არ ვიძენ ხოლმე, რომელიც ღია მდგომარეობაშია, თუ კონკრეტულად იმ ადგილზე არ ხდება ცხოვრება, სადაც რეალიზაცია არის. და ისე მართლა მაინტერესებს, ხშირად რა, მაგრამ რამდენჯერმე მაქვს ეს გამოცდილება, რომ სუპერმარკეტში და ისეთ, რა ვიცი, ერთი შეხედვით გამართულად მომუშავე სუპერმარკეტში შემიძენია გაფუჭებული პროდუქტი. მართალია რეაგირება არ მომიხდენია და გონია რომ აუცილებლად უნდა მომეხდინა, თქვათ სურსათის უვნებლობის სამსახური ჩამეყენებინა მაგალითად საქმის კურსში და რაღაცნაირად ჩემ მომხმარებლის პასუხისმგებლობა შემესრულებინა, მაგრამ ის რაღაცა აბრალებს დისტრიბუტორს, მე დისტრიბუცია აბრალებს რომ ამან კარგად არ შეინახა, იქ მაცივარი გაითიშა რამდენიმე საათით და ასე შემდეგ. აი ამ პროცესს როგორ არეგულირებს კანონი და საერთოდ რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებენ უშუალოდ აი ქსელურ მარკეტებში მაგალითად და უბნის მარკეტებში ამ პროცესს. ეგ არის სწორედ ჯაჭვის დარღვევა. ერთ-ერთი ჯაჭვის ამ შემადგენელი სურსათის უვნებლობის. აი დღეს მდგომარეობით საქართველოში არსებობს ესეთი მოთხოვნა ჰასპის სურსათის უვნებლობის სისტემის დანერგვის. ნებისმიერი ობიექტი, ნებისმიერი დაწესებულება, რომლის საქმიანობას დაკავშირებულია სურსათის წარმოებასთან, გადამუშავებასთან და რეალიზაციასთან, ვალდებულია რომ დანერგილი იქონდეს ეს სისტემა. ეს სისტემა გულისხმობს საფრთხეების დადგენას და საფრთხეების კონტროლს. ნებისმიერი სუპერმარკეტი, ეს იქნება დიდი ქსელური სუპერმარკეტი თუ პატარა, ვალდებულია, როდესაც მასთან მივა დისტრიბუტორი და მიიტანს მალფუჭებად პროდუქტებს, ან საყენოლე მაცივრით, ან პლუს მაცივრით, ვალდებულია შეამოწმოს ტემპერატურა. თუ რა ტემპერატურაზე მოიტანა დისტრიბუტორმა პროდუქცია, უნდა შეამოწმოს ტემპერატურა, მანქანიდან ადგარში ძალის ტემპერატურა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს იმ ტემპერატურას, რაც პროდუქტისთვის არის შენახვის ტემპერატურად აღიარებული. თუ მაღალია ტემპერატურა, არ უნდა მიიღოს ამ შემთხვევაში მაღაზიამ ესეთი პროდუქტი. კანონმდებლობა ითხოვს ამას, მაგრამ რამდენად ასრულებენ ყველა, ეგ უკვე ამისთვის ცალკე კადრი უნდა იყოს გამოყოფილი თუ მაღაზიის კონსულტანტი თავსებს ამასაც. მაღაზიის თანამშრომელი უნდა იყოს გამოყოფილი, ხშირ შემთხვევაში არიან ისეთი პირები, რომლებიც მიღებაზე არიან პასუხისმგებლები. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ იმან არ მოიტანა ტემპერატურული რეჟიმების დაცვით, მაგალითად ძის პროდუქტი, როდესაც მოხდება დახსე, აი ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად არის რომ ხდება ესეთი ძის პროდუქტები, ვადაც აქვს და გახსნილ მდგომარეობაში უკვე ობი აქვს მოკიდებული. ეს სწორედ არის იმის ბრალი, რომ ან დისტრიბუტორმა დაარღვია ტემპერატურული რეჟიმი და არ მიიტანა ტემპერატურით პროდუქტი, ან მაღაზიამ დიდი ხნის განმავლობაში გააჩერა ოთახის ტემპერატურაზე, ან მაცივარი არ უმუშავებდა და ასე შემდეგ. ეგ მწარმოებლის ბრალი არ არის, რომ პროდუქტი არის დაობებული, იმიტომ რომ ეს არის შენახვის
ან ტრანსპორტირების პირობების დარღვევის გამო. და მეთორმეტე ზაფხულში არის და ეხლა ყველაზე ხშირად ხდება ხოლმე ზუსტად მსგავსი შემთხვევები. კიდევ რას შეცვლიდით აი ამ სურსათის უვნებლობის ჯაჭვში, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ არსებობს რაღაცა ჯარიმები, თუმცა ისიც ვიცით, რომ ზოგიერთ ობიექტს, ვთქვათ, ამ ჯარიმების გადახდა უღირს კიდეც და ჩვეულებრივად შეუძლია შემდეგ ოპერირების გაგრძელება. რადგან ბევრჯერ ვახსენეთ სიტყვა კეთილსინდისიერება და რადგან ეს ისევ დღის წესრიგში დგას, იქნებ უნდა შეიცვალოს რამე, რომ კეთილსინდისიერების მაგივრად რაღაცნაირად კანონის მოთხოვნის შესაბამისად მოიქცეს აუცილებლად მსხვილი თუ პატარა ოპერატორი. ბატონო, დღეს ბევრ რამეში ვართ დამოკიდებული სწორედ კეთილსინდისიერ მწარმოებელზე. ნუ აღმოჩნდა რომ ბევრ რამეში არ აქვს. რაც იმას რეალობა ის არის, რომ ბევრ რამეში სწორედ არ უნდა ვიყოთ მაღაზე და ფაქტებიც არის. ამ შემთხვევაში თვითონ სახელმწიფოს მაკონტროლებელი უნდა იყოს შედარებით მკაცრი თვითონ ბიზნეს ოპერატორებთან მიმართებაში იმ შემთხვევაში თუ ეს დარღვევა არის. რაც შეეხება ჯარიმებს, ჯარიმები ჩემი აზრით არის ძალიან მინიმალური, მაგალითად ბიზნეს ოპერატორიდან გამომდინარე. აი მაგალითისთვის არსებობს ესეთი ჯარიმა, ქვია კრიტიკული შეუსაბამობა. კრიტიკული შეუსაბამობა არის დარღვევის ისეთი ფორმა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და ეს 1000 ლარიანი ჯარიმა არის საშუალო ბიზნეს ოპერატორისთვისაც და ძალიან მსხვილი ბიზნეს ოპერატორისთვის. ეს უნდა იყოს თვითონ ბიზნეს ოპერატორის სტილიდან, ბრუნვიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერ ბიზნეს ოპერატორს უნდა ეშინოდეს ჯარიმის აღების და არ უნდა ქონდეს ის მოლოდინი, რომ ამ ჯარიმას გადავიხდი, ეს ჩემთვის არაფერი არ არის და ხვალიდან ისევ გავაგრძელებს საქმიანობას. ჯარიმა უნდა აშინებდეს ბიზნეს ოპერატორს, პირველ რიგში ჩემი აზრით ჯარიმები არის დასარეგულირებელი და როდესაც შეეშინდება ბიზნეს ოპერატორს, უფრო მეტად დარეგულირდება ეს საკითხი. იმიტომ რომ თლად კეთილსინდისიერებაზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული და ვერ ვიქნებით ვიღაცის დობაზე დამოკიდებული და ვერ ვენდობით, იმიტომ რომ საქმე ეხება ჩვენს ჯანმრთელობას და ჩვენი შვილების და ჩვენი ოჯახის კეთილდღეობას. ნამდვილად დავუბრუნდეთ იმ თემას, რითიც დავიწყეთ საუბარი, აი ალბათ 1000-ჯერ მაინც მომხვედრილ ვარ საუბარში, როდესაც ამბობენ, რომ კიდე კარგად ვართ, რა ვიცით, რა ვჭამთ და რა ვიცით, რას ვსუნთქავთ და საერთოდ რა გარემოში ვართ. ხო, ადამიანებს აი ეს ელემენტარული პირველადი საჭიროების დაკმაყოფილება, რომელსაც ქვია კვება, ძალიან ხშირად უჯდებათ საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, ისე რომ ამის შესახებ არ იციან რეალურად და ირკვევა, რომ ეს ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ვრცელდება, მარტივ საკვებ აუცილებელ პროდუქტებზე. და მოდი კიდე ერთხელ შევჩერდეთ აი ამ თქვათ ნივთიერებებზე თუ იმ მძიმე მეტალებზე და იმ შემადგენლობებზე სხვადასხვა პროდუქტის, რაც არის ყველაზე საშიში და რაც ასე ვთქვათ ზღვარი არის ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის. აი რას დაასახელებდით? ეს ერთი მითხროს, აი რამე ესეთი არსებობს, რაც 100%-ით მავნიარი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ეგეთი ინგრედიენტი არ არის, რომ პირდაპირ, იმიტომ რომ უბრალოდ არის რამდენიმე ნივთიერებები, რომლებსაც რეკომენდაციას არ უწევენ დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, როგორც წეღანა აღნიშნეთ, მაგალითად ტრანსხიმები, ჰიდროგენიზირებული ცხიმები, რომელიც არის, იმიტომ რომ დიდი რაოდენობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არის. ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი არის, რომ მომხმარებელი იყოს ინფორმირებული. ეს არსებობს სამი რგოლი, არის ბიზნესი, მწარმოებელი, არის სახელმწიფო და არის მომხმარებელი. პირველ რიგში, რასაც ყველას ურჩევ, რომ ყოველთვის მოედონ გარევაჭრობის ადგილებს, რომელიც არის უკონტროლო, სადაც არ ხერხდება ფიზიკურად სახელმწიფო კონტროლის სურსათის უვნებლობის მიმართულებით. ეს ეხება გარევაჭრობებს, ვიღაცა საბარგულიდან ყიდის ყველის ხორცს და ასე შემდეგ და დანარჩენი ნებისმიერი პროდუქტი შეიძინა მხოლოდ ორგანიზებულ ადგილას, სადაც ხდება ამ პროდუქტის სწორად გაყიდვა, ტემპერატურის შემთხვევაში ტემპერატურული რეჟიმის დაცვა და ის მაინც ვიცით, რომ ჩვენი ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში პასუხი მოეთხოვება იმ ადგილას, სადაც შევიძინეთ. პირველ რიგში, რასაც ვაკეთებ ხოლმე მე თვითონაც, ყოველთვის უნდა მივიღოთ აი ხილის და ბოსტნეულის შემთხვევაში ისეთი ხილი და ბოსტნეული, რომელიც არის სეზონის შესაფერისი, რომელიც ბუნებრივად მოდის იმ პერიოდში
და ბუნებრივად უფრო ჯანსაღი არის, უფრო ჯანმრთელი არის და უფრო უნებელია ჩვენი ჯანმრთელობის. რადგან თუ მივიღებთ ისეთ პროდუქტს, რომელიც ამ სეზონზე არ არის, ასე ვთქვათ, არ მოდის ბუნებრივად, ეს ავტომატურად იმას მიანიშნებს, რომ ის პროდუქტი სხვადასხვა ხელოვნური ჩარევით არის, ასე ვთქვათ, მოყვანილი და ის არ იქნება ჯანმრთელობისთვის კარგი. მაგალითისთვის სათბურის მარწყვი რატო არა? სათბურის მარწყვი კი ბატონო, მაგრამ მანდაც ხდება რამე დანამატები მორწყვის დროს ისე რომ მართლა ხო არ არსებობს რომ არა სეზონზე სათბურში არა სეზონზე ან ბუნებრივად ვერ მოვა მაგალითად ბევრი პროდუქტი თუ რაღაც არ გამოიყენე გინაც მაგალითისთვის აი რამე მავნებლების წინააღმდეგ არ გამოიყენე რამე პრეპარატი თავარი არის ეს ნორმა რა არის და შენ რამდენს იყენებ ეს უნდა თუ ამას იცავს ბიზნეს ოპერატორი ეგ უკვე კარგი არის. ნორმები რა როგორ უნდა გამოიყენოს, რა რაოდენობით და რომელი პრეპარატი. სხვათა შორის ძალიან მაინტერესებს აი საწყობის რგოლი, ასე ვთქვათ, კარგად არ მიმოგვიხილავს და მაინტერესებს რამდენად ხშირად მოწმდება ეს დასაწყობებული პროდუქტი და მინდოდა მეკითხა ბურღულელთან დაკავშირებით არსებობს ესეთი დილემა, უნდა გაირეცხოს თუ არა დაფასოებული აი ბრინჯი მაგალითად ან ციციბურა და როგორ ხდება ეს პროდუქტი აი იმ საბოლოო პაკეტში რითიც ხდება რეალიზაცია. კი ბატონო, თვითონ სასაწყობო მეურნეობები იგივენად სურსათის ბიზნეს ოპერატორები არიან და სახელმწიფო კონტროლის ქვეშ არიან, მოწდებიან ჩვეულებრივ. უბრალოდ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასაწყობი ადგილს, რამდენად კარგი ადგილი არის, რამდენად არის დაცული მავნებლებისგან. ანუ შეიძლება თუ არა შეაღწიოს იქ რომელიმე მავნებელმა ეს იქნება თაგვი თუ ბუზი თუ ასე შემდეგ და რამდენად ანუ იქ ფასოვდება ეს პროდუქცია თუ დაფასოებული შემოდის ნებისმიერ შემთხვევაში თუ ამის საშუალებას გვაძლევს პროდუქტი აუცილებლად უნდა გავურეცხოთ საფუძვლიანად იმიტომ რომ ეს ძირითადად შემოდის ძალიან დიდი ასე ვთქვათ კონტეინერებით და მე ხდება დაფასოება როგორც საქართველოში ისე საზღვრებს გარეთ ამიტომ ნებისმიერი პროდუქტის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სწორედ გარეცხვა მისი. და გარდა მაგის აი ერთ იმას დავამატებ მნიშვნელოვან დეტალს, აი თხილეულის შემთხვევაში ყოველთვის უნდა მოვერიდოთ ისეთი თხილეულის მიღებას, რომელიც არის დაობებული, რომელსაც აქვს ცოტა ამძაღებული გემო, იმიტომ რომ ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ეს პროდუქტი მიდის გაფუჭებისკენ და აი თხილეულის შემთხვევაში წარმოქმნილი ობი არის ზუსტად ის ობის სოკო, რომელიც გამოიმუშავებს ყველასთვის უკვე ძალიან კარგად ნაცნობ აფლატოქსინს. და ეს აფლატოქსინი არის? ეს აფლატოქსინი არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიში ნივთიერება. მით უმეტეს ბავშვებისთვის. და ამიტომ თუ ოდნავი გემო მაინც აქვს შეცვლილი თხილეულს ან ოდნავი ობი მაინც აქვს, არ უნდა მივიღოთ არავითარ შემთხვევაში. ეს აფლატოქსინი ის აფლატოქსინია? ერთი და იგივეა? სხვადასხვა არის, უბრალოდ როდესაც მაგალითად დაობებული სიმინდი თუ შეჭამა ცხოველმა, ან დაობებული ხორბალი, დაობებული თივა, ეს ნიშნავს იმას, რომ იქ უკვე წარმოქმნილი იყო ეს ასპრეგილუსის ჯიშის სოკოებია, რომელიც არის წარმოქმნილი და ეს სოკოები გამოყოფს ზუსტად B1 აფლატოქსინს და შემდეგ ძროხა უკვე გარდაქმნის M1 აფლატოქსინად, რომელიც გვხვდება უკვე რძეში. ანუ შედარებით ნაკლებად საშიშია M1 ვიდრე B1, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობისთვის მაინც საზიანოა ბევრის მიღების შემთხვევაში. ნეტა ჩვენი ორგანიზმი რად გარდაქმნის? ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან საშიშია, იმიტომ რომ პირველ დარტყმას იღებს ღვიძლი ამ შემთხვევაში ამ აფლატოქსინით მიღებული პროდუქტის შემთხვევაში. ნუ რა თქმა უნდა, ძალიან მცირე რაოდენობა არ მოქმედებს, ძალიან დიდი რაოდენობა უნდა მოხდეს ადამიანის ორგანიზმში, რომ ამან რამე ცუდი შედეგი გამოიწვიოს. ესე იგი, მინიმუმ ერთი უმაღლესი განათლება ქიმიის ან ბიოლოგიის დარგში გჭირდება, რომ ადამიანი მიხვდე რა სჭამდა, რა მავნებლობას ახდენს ეს საკვები შენზე. ქიმია და ბიოლოგია მაინც უნდა იცოდე მინიმუმ, რეკო ტერმინთა განმარტებები. ძალიან დიდი მადლობა. არ ვიცი, ბევრ საკითხზე ჩავფიქრდი. სულ თვალწინ მიტრიალებდა ჩვენი საუბრის დროს ჩემი მაცივარი, რომელშიც ამჟამადაც ბევრი მავნე პროდუქტი იმყოფება. და იმედი გვაქვს თქვენც დაგაფიქრებთ ოდნავ, თქვენც გარკვეულ ინფორმაციას მიიღებდით ჩვენი საუბრიდან და უფრო დაკვირვებით შეარჩევთ პროდუქტებს, უფრო მეტრამეს მიაქცევთ ყურადღებას და იქნებით უფრო ჯანმრთელები და დაცულები.
დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. დაელოდეთ ჩვენს მომდევნო ეპიზოდს, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაგვიტოვეთ თქვენი შეტყობინებები. დროებით.